მხატვარ ენდი უორჰოლს ამერიკაში პოპკულტურით უფრო იცნობენ, ვიდრე ფერწერული ტილოებით. მათ შორისაა კემბელის სუპი და ისეთ ცნობილ ადამიანთა პორტრეტები, როგორიცაა მერლინ მონრო და მაო ძედუნი. უორჰოლი თითქოს გამუდმებით ფიგურირებდა მედიაში, მაგრამ როგორც მხატვარი, ბევრისთვის ის მაინც უცნობი დარჩა. ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში და სმითსონის მუზეუმებში ახლახან გახსნილი გამოფენები მის აქამდე უცნობ მხარეს წარმოაჩენს. ნამუშევართა 40% არასოდეს გამოფენილა. ექსპოზიცია უდაოდ სიახლეა ისეთი მხატვრისთვის, როგორიც უორჰოლია. ის თითქმის ყველა მიცის, მაგრამ მისი ფერწერული ტილოების უმეტესობას ბევრი არ იცნობს, განსაკუთრებით ახალ ნამუშევრებს. გამოფენაზე კარგად იგრძნობა უორჰოლის ძლიერი გატაცება ჟურნალ-გაზეთებში დღის მთავარი ამბების გაფორმებით და ბულვარული პრესით, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. ექსპოზიციაზე 60-იანი წლების 80-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ბიჭი მეგისთვის დედოფალი ელისაბედის დაზე, პრინცესა მარგარიტაზე გვიამბობს. უორჰოლი თვლიდა, რომ მედია ცხოვრების სარკეა, საკუთარი შემოქმედების და ჩვენი ყოველდღიურობის ანარეკლი. ისეთი შთაბეჭდილება იქნება თითქოს უორჰოლს სურს გვაჩვენოს, რომ სწორედ ჩვენ, მკითხველი და მომხმარებელი, განსაზღვრავთ მედიის ტიპს, სახეს და ზოგად ხასიათს. ჟურნალისტები ხომ ზუსტად იმ ინფორმაციას გვაწვდიან, რომელიც დამკვეთებს გვაინტერესებს და იციან, რომ დანამდვილებით გაიყიდება. ჭრილების სერია უორჰოლმა სიცოცხლის უკანასკნელ 10 წლეულში შექმნა. აბრეშუმის ეკრანზე ხელით ნახატი ფერწერული ტილოების რაოდენობა 102 ნამუშევარს ითვლის. სრული სახით ჭრილები ხელოვნების მოყვარულებმა ჰიშორნის წრიულ გალერეებში პირველად იხილეს. გვესაუბრება სმითსონის მუზეუმის ჰიშორნის გალერეის კურატორი ევერინ ჰენკინგსი. ჭრილები ბევრ დამთვალიერებელს გააკვირვებს. უორჰოლი ამერიკელებისთვის მხოლოდ მედიისთვის შექმნილი ნამუშევრებით იყო ცნობილი. მისი რეკლამები და სახელგანთქმულ ადამიანთა პორტრეტები ამერიკაში კარგად იციან. აქ კი 127 მეტრზე გადაჭიმული ნახატების სერია, რომლებშიც მხოლოდ ჭრილებია წარმოდგენილი. მონუმენტალურობასთან ერთად ნამუშევარი იმითია მნიშვნელოვანი, რომ ის უორჰოლის შემოქმედებაში აბსტრაქციასთან მხატვრის ზიარებას ასახავს. აბსტრაქციონიზმი როგორც მიმდინარეობა უორჰოლამდე რამდენიმე 10 წლეულით ადრე შეიქმნა. თუმცა უორჰოლი მას საკმაოდ თავისებურად წარმოაჩენს. შეიძლება ითქვას, რომ უორჰოლი ამერიკაში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო მხატვარი იყო. მისი ნამუშევრები ხალასი ყოველდღიურობით და ზედმეტი დატვირთვის გარეშე წარმოაჩენს ეპოქას. უორჰოლი ძალზე ნაყოფიერი ხელოვანი გახლდათ. ენდი უორჰოლი 1987 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრებით ამერიკული მედია სამართლიანად ამაყობს. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.